შემოსავლების სამსახურის ახალი პლატფორმა შეხვედრების სივრცე უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაციის არხების გაფართოებას, რაც გულისხმობს გადასახადის გადამხდელის მაქსიმალურ ჩართულობას, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო კანონმდებლობის დახვეწის საკითხებში. ამ და სხვა თემებზე სასაუბროთ ბიზნეს პოსტის სტუმარია თეა გორგაძე, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის პროექტების ხელმძღვანელი. მოგესალმებით, ქალბატონო თეა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მოგესალმებით, ქალბატონო თეა, მადლობა სტუმრობისთვის. ანა მახსენა შეხვედრების ელექტრონული სივრცე. მოდით უფრო ცვლად მოგვიყევით ამის შესახებ, რას წარმოადგენს იგი და რა შესაძლებლობებს თავაზობს დაინტერესებულ პირებს. კეთილი. შეხვედრების სივრცე ეს გახლავთ ელექტრონული ჩანართი, ასე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, რომელიც გადამხდელებს და დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ თვალიადევნონ შემოსავლების სამსახურის მიერ დაგეგმილ შეხვედრებს, რომელიც შეეხება როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ასევე შესაძლებლობა ექნებათ თვითონაც მოგმართონ შემოსავლების სამსახურს თავიანთი რეკომენდაციებით თუ დამატებით რა საკითხზე ისურვებდნენ შეხვედრების ჩატარებას იქნება თუ დამატებით განმარტების მიღებას. Როგორ დაიბადა იდეა, რომ ეს სივრცე შეგექმნა და რა საჭიროება არსებობდა გადამხდელების წინაშე, რამაც განაპირობა, რომ თქვენი მხრიდან ელექტრონული მოდულის შექმნაზე გემუშავათ? მოგახსენებთ, როგორც იცით, შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საგადასახადო და საბაჟო მიმართულებით მოქმედი და პოტენციური გადასახადის გადამხდელების, ასევე საზღვრისკვეთი პირების ცნობიერების დონის ამაღლება და ამ მიზნით მიმდინარეობს მთელი რიგი ღონისძიებები. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვსწავლობთ საერთაშორისო გამოცდილებას, ასევე მოვახდინეთ გადამხდელების გამოკითხვაც და ერთ-ერთ პრობლემულ საკითხად დასახელდა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახური საკმაოდ აქტიურად ახორციელებს გადამხდელებთან შეხვედრას, ინფორმირება ვერ ხორციელდებოდა. მთელი რიგი გადამხდელებისთვის ის ფაქტია, რომ შემოსავლების სამსახური გარკვეულ პერიოდში ატარებს შეხვედრას, არ იყო ცნობილი. ამიტომ შევეცადეთ აი საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად და ადგილობრივი გამოკითხვის შესაბამისად შეგვექმნა მათზე მორგებული პროგრამა, შემუშავდა მიზნობრივ ჯგუფებთან სისტემატიზებული ხასიათის შეხვედრების გამართვის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ მოხდა შეხვედრების კლასიფიკაცია, დადგინდა ეგრეთ წოდებული კვარტალური შეხვედრები, შეიქმნა შეხვედრების მართვის ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ყოველ კვარტალურად სამსახურის შიდა წყაროებიდან ინფორმაციის მიღებას, ასევე აკვირდება გარე წყაროებს და გეგმავს სამომავლო ღონისძიებებს, რაც გამოიხატება შეიძლება, გამოხატული იქნება შეიძლება შეხვედრის ჩატარებაში, იგივე გადამხდელებთან, ეს შეიძლება იყოს შეხვედრა სიახლის განხორციელებამდე და მას მოიხსენებთ როგორც პრესშეხვედრა, რომ მოვისმინოთ წინასწარ გადამხდელების პოზიცია დაანონსებულ სიახლესთან დაკავშირებით. ასევე არსებობს პოსტშეხვედრები, რომელსაც ეგრეთ წოდებულ კვარტალურ შეხვედრებს ვუწოდებ და კვარტალური შეხვედრის თემების დაგეგმვა სწორედ ხორციელდება შეხვედრების მართვის ჯგუფის მიერ გადამხდელთან მიღებული ხმებით, ასე რომ ვთქვათ, იმ საკომუნიკაციო არხებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, რასაც შემოსავლების სამსახური ახდენს კომუნიკაციას, ეს იქნება სატელეფონო ცენტრი თუ სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული. ბარემ ვიტყვი, გასულ წელს საკმაოდ აქტიური წელი ჰქონდა ამ მიმართულებით, აი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში 4 კვარტალური შეხვედრა ჩავატარეთ, დაახლოებით 1000-მდე გადამხდელი გვესწრებოდა, შეხვედრები ეხებოდა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს და ასევე აი იმ კვარტალის ფარგლებში, ასე რომ ვთქვათ, გადამხდელების მხრიდან ეგრეთ წოდებულ აქტუალურად წარმოჩენილ საკითხებს. ახსენეთ, რომ 1000-მდე გადამხდელი ესწრებოდა ამ შეხვედრებს. საინტერესოა, მათი ინტერესი რამდენად მზარდი იყო, თუნდაც მომდევნო კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით და ზოგადად რამდენად გაზრდილია ინტერესი ამ შეხვედრების ელექტრონული სივრცის მიმართ. მადლობა. მოგახსენებთ, ძალიან დიდი არის დაინტერესება, საკმაოდ კარგი ჩვენ ვახორციელებთ ასევე შეხვედრის შემდგომ უკუკავშირს და უკუკავშირის შედეგები არის ძალიან კარგი, ანუ მოხარულები არიან, იზრდება რა თქმა უნდა რაოდენობა, შეხვედრები ამ ეტაპზე არის ელექტრონული, ანუ ონლაინ ვატარებთ, თუმცა დაგეგმილი არის შეხვედრები ადგილზე ფორმატში და ასევე გეგმავთ ჰიბრიდულ რეჟიმში შეხვედრებსაც, რაც კიდევ უფრო გაზრდის ხელმისაწვდომობას შეხვედრებში მონაწილეობას. კი ბატონო, თუ შეიძლება რომ გამოყოთ რამოდენიმე ძირითადი ფუნქციონალი, რომელიც გააჩნია შეხვედრების ელექტრონულ სივრცეს და ასევე საინტერესოა ბენეფიტები, რომელსაც იღებენ გადასახადის გადამხდელები ამ ფორმატით ურთიერთობის შემდგომ. პრინციპში გასაგებია, მაგრამ უფრო დეტალურად თქვენ რომ გითხრათ. მოგახსენებთ, ანუ შეხვედრების სივრცე, როგორც გითხარით, ეს არის შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე
გვერდზე ელექტრონული მოდული არის ერთ-ერთი, რომელიც საშუალებას მისცემთ, რომ თვალი ადევნონ შემოსავლების სამსახურის მიერ დაგეგმილ შეხვედრებს, თუმცა ასევე შეხვედრების სივრცე შესაძლებლობას მისცემს, რომ გაიცნოს უკვე ჩატარებული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, შეიძლება ვერ მოახერხა, არ იცოდა და ასე შემდეგ. შეხვედრების სივრცეში იქნება განთავსებული კონკრეტული შეხვედრაზე გამოყენებული მასალა და ასევე სამომავლოდ გეგმავთ, რომ ვიდეო ჩანაწერებიც გაკეთდეს და ეს ჩანაწერიც განთავსდებოდა. შესაძლებლობა ექნებათ, რომ იმ პერიოდში თუ ვერ მოახერხეს, შემდგომ ეტაპზე გაეცნონ აი ამ ჩანაწერს. ქალბატონო თია, შემოსავლების სამსახურში სხვა რა ღონისძიებები ხორციელდება იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირთა ცნობიერება ამაღლდეს? დიახ, მოგახსენებთ, საკმაოდ ბევრი მიმართულება გვაქვს განათლების კუთხით, მუშაობთ სამსახური, ჩვენი სამმართველო ეს არის გადამხდელთა განათლებისა და სერვისების მეთოდოლოგიის სამმართველო, სხვა სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით. ყოველდღიურად ხორციელდება განხორციელებული სიახლეების ვებგვერდზე განთავსება, ასევე სიახლის მფლობელთან წინასწარი იგეგმება დაუშვათ აღნიშნული სიახლის განხორციელების შემდეგ რა ინფორმირების ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ, ხო? ეს შეიძლება იყოს ვიდეო ინსტრუქციის შემუშავება, გზამკვლევის შემუშავება თუ ასე შემდეგ და მასთან ერთად იგეგმება ეს ღონისძიებები. თუნდაც ბოლო ცვლილება შეიძლება თქვენთვისაც ნაცნობი იქნება დეკემბრის ანგარიშო პერიოდიდან შეიცვალა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების დეკლარაციის ფორმა და აქ საკმაოდ მასშტაბური კამპანია ჩავატარეთ, რომელიც მოიცავდა როგორც ინფორმირებას გადამხდელების, ეს იყო შეტყობინების გაგზავნა, ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება, ინსტრუქციის შემუშავება, მათ შორის ვიდეო ინსტრუქციის განთავსება. კი ბატონო, განვითარების კუთხით თქვენ შეეხეთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის ვიდეო ჩანაწერების განთავსება. დაახლოებით როდის უნდა ველოდოთ ამ ყველაფერს, ასევე კიდევ განვითარება თუ არის დაგეგმილი შეხვედრების სივრცის და აქვე გკითხავთ, რადგან თქვენ უშუალო კომუნიკაცია გაქვთ თავად გადაცხადის გადამხდელებთან. თუ კი იქნება მათი მომართვა, რომ რაიმე მიმართულებით საინტერესოა ამ ფორმატის განვითარება, თუ მოხდება, ასე ვთქვათ, მათი აზრის გათვალისწინება. კი ბატონო, მოგახსენებთ, როგორც გითხარით, უკვე ვახორციელებთ ჩვენ ჩატარებული შეხვედრების შემდეგ უკავშირს და ვითვალისწინებთ. ცოტა შორიდან დავიწყებ. შეხვედრების უკავშირიდან გამომდინარე ვცდილობთ, რომ რასაც ასე რომ ვთქვათ, მოგთხოვენ ნელ-ნელა გამოვასწოროთ. ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ კიდევ საინტერესო ის, რომ ჩვენ დავნერგეთ, აი პირობითად ვთქვათ, შეხვედრის ფარგლებში დაისვა გარკვეულ საკითხზე ბევრი კითხვა. ანუ აქ უკვე ვხვდებით, რომ ეს კითხვა პრობლემურია. გამომდინარე აქედან შეხვედრის შემდგომ უკვე ჩვენ ვთავაზობთ გადამხდელებს, რომ ეს შეკითხვები თავისი პასუხებით განვათავსოთ დაუშვათ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, იგივე კითხვა-პასუხის რეჟიმში შევიმუშაოთ ბროშურა თუ ასე შემდეგ. ანუ ესეც გადამხდელებისგან მოდის, რა თქმა უნდა. ასევე გეგმავთ, როგორც გითხარით, ადგილზე ფორმატს. ერთი შემაჯამებელი შეხვედრებით სტარტდება შემოსავლების სამსახურში, წლიური, ანუ წლის განმავლობაში განხორციელებული შეხვედრები და ეს არის ადგილზე შეხვედრის ფორმატით განსაზღვრული და გეგმავთ, რომ ეს გავხატოთ ჰიბრიდული, რომ რეგიონებიდანაც მიეცეთ შესაძლებლობა, რომ აი ამ მაქსიმალურად მეტი იყოს ჩართულობა და ასევე როგორც გითხარით ცოტა კიდევ წავალ მაშინ ღრმა და სხვა ღონისძიებებიც არის დაგეგმილი სამსახურში. ეს არის მაგალითად ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელების ცნობიერების დონის ამაღლება. ხო, ძალიან საინტერესო თქვენ ისაუბრეთ, რომ ახლა მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლება, მაგრამ რადგან გეგმებზე ვსაუბრობთ, ესეც რომ თქვა, სამომავლოდ კიდევ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი, ხომ არ იგეგმება მოდულების განახლება თუნდაც. კი ბატონო, მოგახსენებთ. როგორც გითხარით, ჩვენი შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი არის მოქმედი და პოტენციური გადასახადის გადამხდელების ცნობიერების დონის ამაღლება და ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, რომ გარკვეული ღონისძიებები განვახორციელოთ და დავგეგმოთ. მიმდინარე წლის გეგმებს მოგახსენეთ, მაშინ დაგეგმილი არის ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელების ცნობიერების დონის ამაღლება და რას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვახორციელებთ, გითხარით, ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებას, მათ შორის შეტყობინებების გაგზავნას, ვიდეო ინსტრუქციების შემუშავებას, ინფოჰაბზე ერთიანი მეთოდოლოგიური ბაზა აგეცოდინებათ, ყოველდღიურად ვანახლებთ ინფორმაციას, ასევე ვებგვერდზე. მაინც კიდევ ერთ-ერთი გამოწვევა არის, რომ შესაბამისი ინფორმაცია მივიდეს შესაბამის პირთან. ამიტომ თუნდაც ის ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისთვის ჩვენ გეგმავთ, რომ პირობითად ვთქვათ, პირმა მიიღო მცირე ბიზნესის სტატუსი, ხო? ანუ მას დახვდება თავის გვერდზე მცირე ბიზნესთან დაკავშირებული ინფორმაცია. ანუ უშუალოდ მასზე მორგებული, მიზნობრივ სეგმენტზე მორგებული ინფორმაცია. გარდა ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელების
განხორციელების პროექტისა გვაქვს ასევე მეორე პროექტი, რომელიც გულისხმობს ისევ მიზნობრივი ჯგუფის თემატური ინფორმირების ღონისძიებას, რაც გულისხმობს გადამხდელებზე ინფორმაციის მიწოდებას, ზოგადად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით. ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით დღესაც ვახორციელებთ ჩვენ ინფორმირებას, თუმცა ისევ ვამბობ, რომ გვინდა რომ ეს ინფორმირება განხორციელდეს უშუალოდ სეგმენტის, უშუალოდ მიზნობრივი ჯგუფის. ამ მიზნით იგეგმება და წელს განხორციელდება შეტყობინებების მოდული თვითონ განახლდება, შეტყობინებების კლასიფიკაცია მოხდება, ისე რომ ის სიახლეები, რომელიც გადამხდელისთვის მნიშვნელოვანი არის, საკანონმდებლო იქნება თუ პროცედურული სიახლე, მიეწოდოს იმგვარად კონკრეტულ მიზნობრივ სეგმენტს, რომ მას ხელი არ შეეშალოს მუშაობის პროცესში და ამასთანავე ის შეტყობინება, რომელიც დავუშვათ უშუალოდ გადამხდელისთვის ერთი თვითონ კონკრეტული გადამხდელისთვის არის განკუთვნილი, მიუვა მას, მაგრამ ეს მიუვა როგორც პირადი შეტყობინება. კი ბატონო და ბოლოს დასასრულისკენ მივიდივარ და ყველა ეს ნაბიჯი რომელიც გადადგმულია შემოსავლების სამსახურის მხრიდან მიმართულია პირდაპირ გადასახადის გადამხდელებისკენ, მათი ცნობიერების ამაღლებისკენ და ბუნებრივია განვითარებისკენ. შესაბამისად, რადგან უკავშირი გაქვს საინტერესოა მათი კმაყოფილება რამდენად მაღალია, რამდენად ახერხებენ რომ მიიღონ ის ინფორმაცია, რის მიწოდებასაც ბუნებრივია თქვენ ცდილობთ. აი მათგან წამოსული უკავშირი როგორია? მოგახსენებთ. უკავშირი ჩვენ წლიური კვლევაც ჩავატარეთ და ჯამური კმაყოფილების მაჩვენებელი გახდა 93%. ანუ კმაყოფილების დონე საკმაოდ მაღალია, რა თქმა უნდა, გვაქვს რეკომენდაციები და მუშაობთ იმ რეკომენდაციების გამოსწორებაზე და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეხვედრების სივრცე იქნება ერთ-ერთი კიდევ დამატებით საკომუნიკაციო არხი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გადამხდელების ჩართულობით საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოდ და გადამხდელზე მორგებული გავხადოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, გისურვებთ წარმატებებს, მაყურებელს შევახსენებთ თია გორგოძე, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის პროექტების ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით შეხვედრების ელექტრონულ სივრცეზე, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ არის დანერგილი.